ტექდათვალიერების შემოღების არაგამჭირვალე პროცესი კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის აზრით კორუფციული და ბიზნეს მონოპოლიური ინტერესებითაა განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით პროცესის გარშემო ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. ოსო ურუშაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივა საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების გასაიდუმლოებულ პროცესს მონიტორინგს აუცილებლად გაუწევს. გამოდის რომ ვიღაც პირმა არ ვიცით ვინ, ამაზე ჩვენ პასუხს ვერ ვიღებთ, გადაწყვიტა რომ საქართველოში შემოსულიყო ერთ-ერთი გერმანული კომპანია თუ რეილანდ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოში ტექდათვალიერების აღდგენას. ჩვენ შესაბამისად ამ პროცესს მონიტორინგს უწევით და გაგვიშთა შეკითხვები. თუ რატომ ეს კომპანია, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი? ამ ყველაფრის უკან შესაძლოა იმალებოდეს ბიზნეს მონოპოლიური და კორუფციული ინტერესები და უბრალოდ როცა ჩვენ მთავრობა გვეუბნება, რომ ევროკავშირთან დაახლოება გვაიძულებს ამას, ეს უბრალოდ იყოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.